არის თუ არა სულიერი დაბადება. ტყუილია თუ მართალია. თუ ეს პოეტური ფანტაზია არის. 100%-იანი რეალობა ისეთივე, როგორც მიწიერი დაბადება რეალობა. ფიზიკური დაბადება ისე. რომ ადამიანი მარადისობისთვის არის გაჩენილი. სული მიწაში დასაფლავება მარტო მატერიას ეხება. დაფლა, იმიტომ რომ არ შეიძლება მიწის ზედაპირზე შავი ჭირი გაჩნდება. მაგიტო 2 მეტრაზე უნდა დაფლა ღრმად არ მოითხაროს, რამე არ მოვიდეს, ხო? მიწიდან აღებული მიწათ უნდა მიექცეს, უცნაურია. ჩვენ ერთ დიდ სასაფლაოზე ცხოვრობთ. წარმოიდგინეთ, რამდენი გვამი მიწათ იქცა. და ეს მიწა, გვამების მიწა ჩვენ გვაჭმევს. ასევე ნავთობი მანდედან არის. ყველაფერი მანდედან არის. აიგივე ფანახში რა, ყველაფერი. უცნაურია, ხო წარღვამ რა გაკეთეთ, ესე იგი ნახე გვამიც როგორ არის გამოყენებული, რომ იცოდეთ. ამიტომ საფლავი მიწა რაც არის მატერიის კუთვნილებაა, მაგრამ რაც სულიერია, ის სულიერი სასაფლაო თუ არსებობს. არის სულიერი სასაფლაო? არა. სული სადმე დის? ვინ არის ამის ავტორი? როცა უკვე ცოდვა შეეხო ადამიანი, დაიწყო დაშლა. ამიტომ ის უვარგისი რაც არის, ღმერთთან უვარგისით ვერ მივა. ამიტომ გასუფთავებული, გაწმინდებული, გამართლებული ქრისტეს მეშვეობით მივდივართ და ახალი ტანსაცმელით ვიმოსებით. სხეული ჩვენი ტანსაცმელია. ხო იყო თქვენი სხეული? ხოულით. ხო სარკეებში იყოფთავენ გოგონები განსაკუთრებით. ადღში არიან. აი როგორ აწუხებთ ოდნავ გძელი ცხვირი გაქვს, საცრაფოდ გინდა რომ რაღაცა კორექტივები შეიტანო. ხო გიყვართ თქვენი სხეული? ხოულით, ხო? ფანთ და ზოგი გადაყოლილია მაღალ დონეზე. როგორც ბიჭები ესენი მოხუცებიც არ ჩამორჩებიან ახალგაზრდებს. ხო და თქვენ ალოცილობა ეს სხეული რო გიყვართ რომელიც იხსნება დღით დღე ის სხეულზე რატო რა გაქვს წარმოდგენ რომელიც წინგველოდება და იცით ხო ხართ ლამაზი ვინც არის ხო ფიზიკური სილამაზე ამას ვერ შეედრება სულიერი სილამაზის ადეკვატური სხეული აი ეს არ ვიცი რა იქნება ყველაზე ლამაზი ადამიანები ადამი და ევა იყო რო იცოდეთ და ცოდვადაცემის შემდეგ მათი ის დაიწყო დეფორმაცია ნელ-ნელა აი როგორც ჩვენი დეფორმაცია ხდება დაბადებიდანვე. მხოლოდ ნელ-ნელა, სულ სხვა არის ბავშვი 2 წლის, 3 წლის თუ დააკვირდებით, დადეთ, როგორი ფორმები, ბავშვი შეიძლება ძალიან ლამაზი დაიბადოს და ასაკში ცოტა უკვე არაპროპორციული, ან ერთი ყური ქონდეს ცოტა დაგრძელებული, ან ცხვირი ქონდეს გრძელი. ამ დროს პატარა რა ლამაზი იყო. მეორე შემთხვევა, ცოტა ბავშვი შეუხედავია, მაგრამ როგორი უკვე ფორმები სხვანაირად შეივსო. აი როგორ მიაღწევს პიკს. მე იქიდან იწყება უკვე ისევ დეფორმაცია. საშოდან რეფორმაცია, მერე პიკზე დეფორმაცია. და დარჩენილი ცხოვრების გარკვეულ შესწორებებს ვახდენთ, კორექტივებს, ესე იგი, სამედიცინო პერსონალის მეშვეობით, აი პლასტიკური ოპერაცია, ტუჩების დაბერვა, რასაც უდავია რა ადამიანი. სილიკონები მკერდში, ხო, კანის რაღაცა უკან რა, ყველაფრის ჩადგმა, ყველაფრის წარმოიდგინეთ. ხო, მიდის ეს რაღაცა ქიმიური პრეპარატებით კუნთების დაყენება. რასაც უდავია ადამიანი. იცით რომ მაინც მოგდება ყველა სხეული ესე იგი უნდა მიწას ხანდახან ამაზეც ვიფიქრეთ ხოლმე და აღარ გააკერებთ არაფერს და ეს დანიშნულება აქვს სხეულს იმის რომ ჩვენი სულია მასში გვალაპარაკებს გვამოძრავებს და ჩვენი სულის გაკეთილი შეუძლება თუ არ მოხდა ჩვენი სული თუ გამოსყიდული არ იქნა ეს სული ღმერთის გარეშე დარჩება რომელიც მეორე სიკვდილია და არანაირი შანსი აღარ გვექნება მარადიული ტანჯვა. გინდა არ გინდათ ახლა ეგრე არა, ჩვენზე ხო არ არის ხა. რომ არ არის, როგორ შეიძლება ღმერთო რა კაცო, სამართლიანი არ არის. აბსოლუტური სიყვარულს თუ ატარებს, ასევე აბსოლუტური სამართლიანია. ჩვენ ნაწილობრივი სამართლიანის ისა ვართ მატარებელი. აბსოლუტური სამართლიანი არც ერთი ადამიანი არ არის. ჩვენ ტენდენციური ვართ სამართლის დროსაც. აი მოსამართლე რო დაინიშნება, გონიათ იქ აბსოლუტური სამართლიანია. და რამდენი უსამართლოდ იჯება კიდე. და რამდენი ჯოჯოხეთში იქნება მოსამართლეებიც, ადვოკატებიც და რა ვიცი, ექიმებიც კიდე სხვათა შორის და ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ეს ადამიანთან აქვს საქმე და დარწმუნებული ხარ რომ სწორს აკეთებ. ამიტომ ყველა გაიგებს ყველაფერს. ერთ დღეს ჩვენ წავდგებით ვინ შექმნა იმასთან. ამ ინფორმაციას საფრთხო წერილი ვეუბნება, ახლა სხვა წიგნებში არ არის ეს ინფორმაცია. სხვა წიგნებში ადამიანის, ვთქვათ, ინტელექტის მდგომარეობა, ან ინტელექტუალური საშუალებებით გამოსავლის დასახვის გეგმებია, მაგრამ არაფერი არ სრულდება. არც ერთი თეორია პრაქტიკაში არ არის მდგრადი. გარკვეული საუკუნისმეტყველო ყველაფერი ინკრევა. ყველა თეორიის შესატყვისი პრაქტიკული ცხოვრება ინკრევა, სახელმწიფოები ინკრევა. არაფერი არ არის მარადიული. დედამიწაზე, დედამიწაც არ არის მარადიული. ტყუილან უგონია სულ იქნება და იქნება დედამიწა. ეგ სულ ტყუილია. ხო? ეგ ფანტაზიებია, ეგ სურვილია. შეიძლება რომ ეს დედამიწა მუდამ იქნება, მზე მუდამ იქნება. დარწმუნებული ხართ? საიდან ეგ წმენა? ამას ვინ დაამტკიცებს? ასე რომ
ფანტასტიკური არის ეს სამყარო, რომელსაც ჩვენ ხო უკიდეგანო და ჩვენი გონება ამას ვერ წდება. აი მას რო უყურებენ მეფსალმუნეები, ამას აი გაოცებას ვერ მალავდნენ, მე-18 ფსალმუნი ჩემო ბატონო. ხო, ვინ დამალავს ამ გაოცებას ვერ? ახტაცებულები იყვნენ. ასე ჩვენი დღეს ჩვენ მოგვიწევს მასთან შეხვედრა.